ნუმეროლოგები, ტაროლოგები, ბედის მატრიცის გამხსნელები, ასტროლოგებიც კი თქვენ ყველანი ემსახურებით ბნელს და თქვენ ყველანი ღმერთის წინააღმდეგ გახართ. ყველას მოგმართავთ, ვინც ადამიანებს ეუბნებით რა უნდა ქნან, ვინ არიან და ასე შემდეგ, რომელსაც ღმერთი უნდა ეუბნებოდეს იმ ადამიანს. ყველაფერს აგიხსნი, რატომ გეუბნები ამას. ნახე, ადამიანი სანამ დაიბადება, უფალსა და ადამიანს შორის იდება შეთანხმება. იწერება მიზანგეგმა, რა სულიერი მისიით უნდა მოვიდეს, რა მიმართულებებით უნდა იაროს, ყოველ წამს, წუთსა თუ ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე. ეს მიზანგეგმა არის საიდუმლო. მხოლოდ უფალს აქვს ამ ინფორმაციაზე წვდომა. ხოლო როდესაც ადამიანი დაიბადება და დაიწყებს ცხოვრებას, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს უფალი უნდა ელაპარაკებოდეს ნიშნებით, აზრებით, ყველა იმ მექანიკით, რომელსაც გამთლიანებაში აღწერ. უფალი უნდა ელაპარაკებოდეს ადამიანს და უფალი უნდა ეუბნებოდეს ადამიანს, სად მიუხვიოს, სად გამოუხვიოს და ასე შემდეგ. არავინ სხვა, არავის აქვს უფლება ეს გააკეთოს. რატომ? იმიტომ რომ გავიხსენოთ, უფალმა იცის მხოლოდ ჭეშმარიტი სულის ბედნიერების გზა. მაშასადამე ადამიანის ჭეშმარიტი სულის გეგმა არის უფალთან და მხოლოდ უფალს აქვს უფლება მიმართოს ადამიანი ისიც არაპირდაპირ. რატომ არაპირდაპირ? იმიტომ რომ ადამიანის არჩევანი უნდა იყოს ეს და ადამიანი გამუდმებით მოფაციცებული უნდა იყოს გარე სამყაროსეულ ნიშნებს უსმინოს, ღმერთს უსმინოს თავში, გულში, ლოცვებში იყოს და არ იყურებოდეს სხვაგან და არ უსმენდეს სხვას, რადგან სხვას არ აქვს ამ ინფორმაციაზე წვდომა. და შენ იცი რას აკეთებ? როგორც ბედის მატრიცის გამხსნელი, ნუმეროლოგი, დამთვლელი, ასტროლოგიც კი, რომელიც ეუბნები რა უნდა ქნას რომელ თვეში როგორ. ტაროლოგი ხო შავის არის და გასაგებია, მაგრამ თეთრი რომ გგონია თავი. თქვენ იცით რას აკეთებ? ადამიანი იმის ნაცვლად რომ ღმერთს უსმენდეს, მის ნიშნებს უსმენდეს, გულს უსმენდეს, გულში სადაც ელაპარაკება ქრისტე, ამის ნაცვლად ართმევთ უფალს შვილს და თქვენ ეუბნებით რა უნდა ქნას. ეხლა ალბათ იტყვით, მე არ ვეუბნები, სამყარო ეუბნება. ბედის მატრიცის პროგრამები, პროტოკოლები და მექანიკა გახსნილია ბნელების მიერ და გამოშვებულია წიგნების საკით, რომელიც ისწავლე. ტაროლოგიის წიგნები გამოცემულია ბნელების მიერ. ასტროლოგიაც კი გაეცანი, ბიბლიას გაეცანი და საერთოდ გაეცანი. ადამიანი ვარსკვლავებს კი არ უნდა უყურებდეს და იქ კი არ უნდა ეძებდეს პასუხებს. ღმერთია მასში, გულში და იქ უნდა ეძებდეს პასუხებს. როგორც ტაროლოგი შენ, როგორც ბედის მატრიცის გამხსნელი, როგორც ასტროლოგი და როგორც ის და როგორც ის, შენ პირდაპირ ღმერთის წინააღმდეგ დგახარ. აქედან გამომდინარე, რაც ახსენი გარანტირებულად. და ბნელების მიერ წიგნებით ხელმძღვანელობ და რა თქმა უნდა ადამიანები გადაკავს ღვთის გზიდან. რადგან მარტო ღმერთმა იცის ადამიანის ბედნიერების, ცხოვრების, სულის მიზანგეგმა. საიდუმლო არის ეს და შენ მას ვერანაირად ვერ ეტყვი რა არის მისთვის კარგი. ღმერთი უნდა ელაპარაკებოდეს გულში, უბრალოებაში უნდა იყოს ის ადამიანი და ლოცვაში უნდა იყოს და მხოლოდ ესე შეძლებს იყოს ბედნიერი, იყოს ღმერთთან და გაიმარჯვოს სულის მისიის გზაზე. ამიტომ შენ დღეს გახარ ღმერთსა და ადამიანს შორის და ამ ცოდვას გეკითხები როგორ აპირებ რომ მოინანიო და გეკითხები ასევე რანაირად ფიქრობ შენ რომ ღმერთის გზას ადგახარ საერთოდ ან კარგ საქმეს აკეთებ საერთოდ. შენ კარგი საქმის კეთება ფინანსური სარგებელი რომ მოუტანე ეს გგონია და ღმერთის მოსმენის ნაცვლად შენს პროგრამებს რომ ასმენინებ ეს გგონია კარგი საქმე და ბნელების მიერ დაწერილი წიგნებით რომ ხელმძღვანელობ და სამყაროთ შორისი რაღაც გგონია და პირდაპირი გაგებით რომ უვიცი ხარ. ყველანი პირდაპირი გაგებით ხართ უვიცებ. რატო? წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდება სამყაროში. წარმოდგენა არ გაქვთ სიმართლის. რომელი ერთი ხართ გარკვეული მაინტერესებთ სიღრმეში. ყველანი ხართ ერთმანეთის კოპი-პეისტები. ეს არის სამყაროთ შორის მექანიკა და არაფერი არ იცით არ ბნელებზე, არ ჩავმაგებზე, არც სამყაროს სტრუქტურაზე, არც კავშირი გაქვთ მაღალი იერარქიასთან, არაფერი არ იცით. მაგრამ ამბიცია და ეგო ძალიან დიდი გაქვთ. იცი რა არის? შენ ამას რომ ისმენ, შენ ეხლა ეს კი არ უნდა გაღიზიანებდეს, ჩემი მოსმენა. უდიდესი მადლიერებით უნდა იყო გამსჭვალული ჩემს მიმართ, რომ ამ სიმართლეს გლეხურად გეუბნები. გლეხურად გეუბნები 2-4-ს. ღმერთი უნდა ეუბნებოდეს იმას,
რასაც შენ ეპრუტუნები. ღმერთსა და ადამიანს შორის დგახარ თან ფუნდამენტში და მართლა ფიქრობ, რომ კარგ გზას ადგახარ და კარგ საქმეს აკეთებ? ეხლა რაც მოისმინე, ეს ხომ რაღაც რელიგიური ნარატივი არ არის. 2x2 4 გითხარი, მაგრამ დიდი ალბათობით ამასაც ვერ გაიგეთ. მაგრამ ვინც გაიგეთ, მიხედეთ თქვენი სულის საქმეს და ნუ დგახართ ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთმა უნდა უთხრას ადამიანს რა ქნას და ამას უფალი აკეთებს მინიშნებებით, ნიშნებით, წინადგცნობებით, გულში ხმის გაჟღერებით, ხილვებით და სხვა დანარჩენით. თქვენს გამო ადამიანი ღმერთს საერთოდ ვეღარ უსმენს. ადამიანს დაავიწყდა ღმერთს როგორ მოусმინოს. საერთოდ ადამიანი ღმერთს აღარ უსმენს. თქვენს გამო ამის ხელის შემსხობები ხარ. გულში არ უსმენს ადამიანი ღმერთს. არც ნიშნებს აღარ უსმენს. თქვენნაირების დახმარებით ბნელი გიყენებთ თქვენ. ადამიანს დაავიწყდა ღმერთის მოსმენა და გისმენენ თქვენ და თქვენ გადევთ ეს დიდი ცოდვა, ამის მონაწილე ხართ. გესმი? ამ ბნელეთის პროექტის მონაწილეები ხართ. ყველა ვინც ამ ყველა გარე მექანიზმს იყენებთ. ნუმეროლოგია, ტაროლოგია, ბედის მატრიცის გამხსნელები, ასტროლოგია, ყველანი ემსახურებით ბნელს, ბნელის მსახურები ხართ. ვერ ხვდებით მაგას? ბნელის მსახურები ხართ. თუ ვერ გაიგე რა გითხარი, თავიდან მოусმინე ამ ნაშრომს და გააცნობიერე ვის ემსახურები და რა გზას ემსახურები და მიხედე შენი სულის გზას. თორემ ვერავინ ვერ დაგიხმარება ბოლო ჟამის დროს ქრისტე რომ გეტყვის ვინ ხარ, ვერ გცნობ ვინ ხარო და გვერდით სატანა გეტყვის სალამი, მე ვარ შენი პატრონი და ბატონი და მე მეთაყვანებოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე გცნობო და გაგიშვებენ სატანასთან. კი არ გაშინე, ფაქტით გელაპარაკები, ვისაც ემსახურები გაუცნობიერებლად. ქრისტე გეტყვის ვერ გცნობო, სატანა გეტყვის მე გცნობო. შემდეგ ასაჩივრე რამდენიც გინდა. ვინც გცნობს, მისი ხდები. რამდენიმეს გაუველოა თავში. არა, ესე არ არის. მაგას ჯობდა ბოროტება გაგეკეთებინა. მართლა ჯობდა, რასაც შენაკეთებ, რატომ იცი? ღმერთს ართმევს სიტყვას. აცნობიერებ ამ მდგომარეობაში ხარ? ღმერთს ართმევს სიტყვას. თავის შვილთან მიმართებაში რომ გადაარჩინოს. რა შარში გაქვთ გაყოფილი თავი? გაცნობიერებულიც კი არ გაქვთ. ღმერთს ართმევთ სიტყვას. იქ სადაც მისი შვილის გადარჩენა სურს. გიმეორებ, ამის კეთებას ჯობდა ნაძირალა ყოფილიყავი. უფრო მოგეტევებოდა. რადგან შენმა მოქმედებამ ადამიანი დაკარგა. ვეღარ შეასრულა თავისი მისია შენს გამო. მაგრამ შენ ახლა ალბათ ფიქრობ, რომ ეს რა სისულელია. შენ იცი რა გჭირს? შენ ღრმად ვერ იხედები. ამიტომაც ხარ ესე. ამიტომაც შლი ბედის მატრიცებს, ნუმეროლოგიაში, ტაროლოგიაში, ასტროლოგიაში. ვერ ხედავ ღრმად. ვერ ხედავ რას აკეთებ. ამას აკეთებ. სატანა გეტყვის მე გცნობო ბოლო ჟამის დროს.